გამარჯობა! გამა Peaky Blinders ოფიციალურ აწარმოებზე მოგესალმებით! გამა Peaky Blinders უდიდესი ივენთი გამას ისტორიაში და ზოგადად საქართველოს ისტორიაში ჩემი აზრითაც. სამი საჩემპიონო ბრძოლა გელით წინ დაგვირგვინებს ჩვენს ივენთს გრან პრის ფინალი 73 კილოგრამში და ამის გარდა თქვენ გელოდებათ 12 უმაგრესი ბრძოლა დაწყებული პრელიმებიდან. მეგობრებო, ჩვენ ამჯერად გავყავით კარდი, ჯერ დაიწყება პრელიმებით, როგორც მოგეხსენებათ, Contender ლიგის მეშვეობით იწყებდნენ მებრძოლები თავის კარიერას გამაში, თუმცა რატომ უნდა გავმიჯნოთ ეს ჩვენი შესანიშნავი სანახაობა? ამიტომ დამწყები ბიჭები შეუტევენ თავიდან ერთმანეთს, მერე სულ პატარა პაუზას ავიღებთ, რაღაც გული გადავატანოთ, ცოტა შევხურდეთ გამაბარში და მერე გადავალთ main card-ზე, რომელსაც როგორც გითხარით დააგვირგვინებს 3, 1 არა, 2 არა, 3 საჩემპიონო ბრძოლა და გრან პრის ფინალი 73 კილოგრამში. მაშასე face-off-ებისთვის მზად ვართ! შესანიშნავი, აი ესეთი შემართება მომწონს. ჩვენ ხმაური გვიხდება, ბიჭო! რატო ხარ ჩუმა? კიდე! შესანიშნავი. მაშასე დიდად დროს აღარ გავწელა, უბრალოდ უღრმეს მადლობას მოგიხდით ყველას თქვენ უპირველეს ყოვლისა იმ ხალხს, რომელიც გვაფასებს, რომელიც ჩვენთან ერთადაა დღეს და მით უმეტეს ჩვენი რაოდენობა კიდე გახუთმაგდება ხვალ. დიდი მადლობა ჩვენს online მაყურებელს, დიდი მადლობა ჩვენს YouTube მაყურებელს. უკვე უზარმაზარი არმია ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს გენერალურ სპონსორს, კომპანია Leaderbets. აპლოდისმენტები მეგობრებო. და უღრმესი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, როგორებიც არიან ალმა, ვალხალა, პრემიუმ ლიზინგი, გალა და ბევრი სხვა კიდე და იმედი მექნება, რომ კიდე უფრო გამრავლდება ქართული საბრძოლო ვაშკაცური სპორტის მხარდამჭერი. რა სიტყვით, ბიჭებო და გოგოებო! კარგი. გადავიდეთ პირველ ბრძოლაზე. მაშასე პრელიმების კარდს გახსნიან მებრძოლები 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველ მათგანს მე ვიხმობ კონსტანტინე ბურჯანაძე. კონსტანტინეს წონა 66 კილოგრამი და 500 გრამი. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ვინაიდან კოსტა ცოტა მოიწია ჩვენთან, ვინაიდან 65-ია წონითი კატეგორია, ეს დარღვევით, სანქცირებული დარღვევით ჩაბარებული წონა, თუმცა კონსტანტინე პირველ 2 რაუნდს დაიწყებს მინუს ქულით. თუმცა ეს კიდე შემატებს ამ ბრძოლას და კონსტანტინე არბი ასანიშვილი. არბის წონა 64 კილოგრამი და 500 გრამი წონა ჩაბარებულია. მაშასე მებრძოლებო, პირისპირ კონსტანტინე არბი ასლანი. ჩვენ თავებს კი შესანიშნავ სანახაობას უსულებ. აპლოდისმენტებით გავიგოთ ბიჭები.
შემდეგი წყვილი წონითი კატეგორია catchweight-ზე ჩამოვყალიბდით 62 ბოდიშით შეცდომით ჩავიწერე 65 კილოგრამის მებრძოლები და პირველი მათგანი ლაშა ხუბიაშვილი ლაშას წონა 64 კილოგრამი და 600 გრამი წონა ჩაბარებულია ლაშას მეტოქე გიორგი ვარდიაშვილი გიორგის წონა 67 კილოგრამი და 500 გრამი წონა ჩაბარებულია თუმცა მაქსიმალური დარღვევით ეს ნიშნავს რომ გიორგი ბრძოლას -3 ქულით დაიწყებს კამერა დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს გიორგი ვარდიაშვილი შესანიშნავი შემართება წავიწიოთ კიდევ წინ მაშასე ჩვენი პრელიმების მესამე ბრძოლა ესეც ასევე არის catchweight-ი 72 კილოგრამში შეხვდებიან ეს ვაჟკაცები ერთმანეთს და პირველი მათგანი ასლან ალდამოვ ასლანმა დააფიქსირა 72 კილოგრამი და 900 გრამი ჩაბარებულია თუმცა მცირე დარღვევით ასლანის მეტოქე კი ისლამის მეტოქე კი ბოდიშით ოტიკო გერლიანი ოტიკომ ზუსტად დააფიქსირა 72 კილოგრამი პირისპირ ბიჭებო ოტიკო გერლიანი ისლამ ალდამოვი მეგობრებო აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს გავამხნევოთ ბიჭები მაშასე პრელიმებს დააგვირგვინებს ბრძოლა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველ მებრძოლს მე ვიხმობ გიორგი ყაველაშვილი გიორგიმ დააფიქსირა წონა 69 კილოგრამი და 800 გრამი წონა ჩაბარებულია ხოლო გიორგის მეტოქე ქერიმ ტერლოევ ქერიმის დაფიქსირებული წონა ზუსტად 70 კილოგრამი აპლოდისმენტები მეგობრებო წონა დარღვევების გარეშე ჩაბარდა კიდევ ერთხელ გიორგი ყაველაშვილი ქერიმ ტერლოევი დაიძაბა დაიმუხტა ჰაერი კამერებისკენ ბიჭებო ხვალამდე მოვითმინოთ ცოტა აპლოდისმენტები დაუთმოთ ჩვენს მებრძოლებს
მაშასე გადავიდეთ main card-ზე. ჩვენ ამ 4 ბრძოლით შევხურდებით მერწმუნეთ ძალიან მაგარი სანახაობა გველის, ვინაიდან ყოველივე მებრძოლი ჩვენი და ჩემი პირადად შერჩეულია როგორ სპარინგებზე, გამას სპარინგებზე და ახლა კი გადავიდეთ უკვე ბიჭებზე, რომელიც არაერთხელ გვიხილავს გამას რინგზე. და main cards გახსნის ბრძოლა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი დათო ფირცხელავა. დათომ დააფიქსირა 67 კილოგრამი და 300 გრამი. მაქსიმალური დარღვევით, თუმცა წონა ჩაბარებულია. ეს ნიშნავს, რომ -3 ქულით იწყებს მებრძოლი ამ შერკინებას. დათოს მეტოქე მათე კვიციანი. მათეც იგივენაირად აფიქსირებს 67 კილოგრამს და 300 გრამს. პირისპირ მებრძოლებო, ჩვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ ორივე მებრძოლი -3 ქულით ვინაიდან იწყებს, ჩათვალეთ გაბათილებულია, შანსებიც გათანაბრდა. მათე კვიციანი, დათო ფირცხელავა, კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი მებრძოლები. შემდეგი ბრძოლა გაიმართება 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი ზურა მარგიშვილი. ზურა აფიქსირებს 76 კილოგრამს და 800 გრამს. ზურას მეტოქე კი გურამ კვარაცხელია. გურამი აფიქსირებს 75 კილოგრამს და 800 გრამს. წონა ჩაბარებულია. ჩვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ წონა ჩაბარებულია, მცირე დარღვევით ჩაბარა ზურა მარგიშვილმა, თუმცა ეს მხოლოდ ფინანსებზე აისახება. მის გურამის სასარგებლოდ უბრალოდ. კამერებისკენ ბიჭებო. ზურა, უშიშარი, მარგიშვილი, გურამ, ცაცია, კვარაცხელია. შემდეგი ბრძოლა ასევე გაიმართება შეთანხმებით წონით კატეგორიაში, რომელიცაა 80 კილოგრამი. და მე ვიხმობ საბრძოლო სპორტის ვეტერანს, თუმცა გამას რინგზე დებიუტანს, გიორგი კანკა. გიორგი აფიქსირებს 80 კილოგრამს და 500 გრამს. მცირე დარღვევით წონა ჩაბარებულია. გიორგის მეტოქე კი გიორგი მონადირე ჭავჭავაძე. გიორგი რასაკვირველია, წონას აფიქსირებს 81 კილოგრამს და 400 გრამს. სერიოზული დარღვევით, თუმცა წონა ჩაბარებულია. მაყურებელს მოვახსენებ, რომ
გიორგი პირველ რაუნდს მინუს ქულით იწყებს გიორგი ჭავჭავაძე. მაშასე მეგობრებო, გიორგი კანკავა, გიორგი მონადირე ჭავჭავაძე. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. გადავიდეთ მეოთხე ბრძოლაზე. ეს არის co-main event-ი ჩვენ დიდ main event-ის წინაშე და ეს ბრძოლა გაიმართება 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში. შეთანხმებითი წონითი კატეგორია. და პირველს მე ვიხმობ გამას რინგზე დებიუტანტს. თუმცა ბრძოლასთან ეს ვაჟკაცი ძალიან ახლოსაა დაკავშირებული. ლუკა კუბლაშვილი. ლუკა აფიქსირებს წონას 60 კილოგრამი და 300 გრამი. დარღვევით, თუმცა წონა ჩაბარებულია. ლუკას მეტოქე კი ბეკა აბაიძე. ბეკა იწონის 58 კილოგრამს და 600 გრამს. წონა ჩაბარებულია. მაყურებელს კი მოვახსენებ, რომ ლუკა დაიწყებს ბრძოლას -1 ქულით. პირისპირ ბიჭებო. ამ ბრძოლისგან მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. დაიმუხტა აერი კამერებისკენ. ლუკა კუბლაშვილი, ბეკა გაბაიძე, აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. მაშასე main event-ისთვის მზად ვართ. მაშასე პირველი კამარი გამას ძალიან ლამაზი კამარი, რომელიც ნებისმიერ მებრძოლი ვაჟკაცის მხარს თუ წელს დაამშვენებს. გაიმართება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. როგორც მოგეხსენებათ, ამ წონით კატეგორიას ჯერ ჩემპიონი არ ყოლია, ტიტული ვაკანტურია და ეს ორი ვაჟკაცი პრეტენდენტი, ვინც ყველაზე ახლოს არიან ამ სატიტულო შანსთან. მე მინდა ვიხმო და პირველი მათგანი ბადო გოგიჩაშვილი. ბადოს წონა 82 კილოგრამი. აპლოდისმენტები. 2 კილო ზაპასით აბარებს კაცი. ბადოს მეტოქე კი ნიკა გეიმბლედ ბურნუჩიანი. კაი მენუმცემე სასწორიც. ნიკას წონა 83 და 900. ეს იქნება ერთ-ერთი უსასტიკესი ბრძოლა. მოითმინეთ ბიჭებო კამერებისკენ, ხოლამდე მოითმინოთ. ბადო გოგიჩაშვილი, ნიკა ბურნუჩიანი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. კაი, ნუ გენანებათ ხელები, შეეჩვიეთ. ხვალ ბიჭები თავს არ დაინანებენ, ერთმანეთს არ დაინანებენ, ხოლო თქვენ ხელები ნუ გენანებათ ბიჭო.
ცოტა დასვენება ხო არ გინდათ, ხო არ დაიღალეთ? გავაგრძელოთ? შემდეგი ბრძოლა. გამას ისტორიაში პირველი ტეტრალოგია. გაიმართება წონით კატეგორია 60 კილოგრამში. და პირველ მებრძოლს დიდი სიამაყით და გულის ფანცქალით ვიხმობ ბაკურ აპერკატ ჩიქოვანი. ბაკურის წონა 59 კილოგრამი და 600 გრამი. წონა ჩაბარებულია და ბაკურის მეტოქე კი გამას ვეტერანი კოტე ზომბი ჩკადუა. კოტე აფიქსირებს 60 კილოგრამს ზუსტად. აპლოდისმენტები, წონა ჩაბარებულია. დაუპირისპიროთ ეს ორი მეომარი შიშველ მუშტებზე მეოთხეჯერ უკვე. ბაკურჩიკანი კოტე ჩკადუა კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ეს ორი მებრძოლი. გთხოვთ ამ ბრძოლას ბევრი გამას გულშემატკივარი დიდხანს ელოდებოდა. ბევრი გულის ფანცქალით, ბევრი სკეპტიციზმით. თუმცა 70 კილოგრამში მოხდება ტიტულის დაცვა და მე მინდა ვიხმო პრეტენდენტი ვახო ციკლაური. ვახოს წონა 69 კილოგრამი და 750 გრამი. წონა ჩაბარებულია და ვახოს მეტოქე გამას პირველი ჩემპიონი 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბეკა ვარიორ კორტავა. ბეკა აფიქსირებს წონას 69 კილოგრამი და 600 გრამი. წონა ჩაბარებულია. პირისპირ მებრძოლებო. პირისპირ. ბეკა კორტავა. ვახო ციკლაური. კამერებისკენ ბუჭებო. გავაცილოთ აპლოდისმენტებით. მაშასე მეგობრებო, ამ ორმა ვაშკაცმა შიშველ მუშტებით დიდი გზა გაიკაფეს ამ ფინალისტვის. 73 კილოგრამში შედგება ფინალი, რომელშიც მოგებული ხვალვე ჩაიჯიბებს 25,000 ლარს. რა სიტყვით? ნახდათ აპლოდისმენტების ღირსია.
და მე ვიხმობ პირველ მათგანს ლადო იოსელიანი ლადოს წონა 72 კილოგრამი და 100 გრამი. ლადო იოსელიანი მეგობრებო. ლადოს მეტოქე კი ნაირ ახალქალაქელი მელიქიანი. ნაირის წონა 72 კილოგრამი და 500 გრამი. წონა ჩაბარებულია. პირისპირ ბიჭებო, ნაირ მელიქიან, ლადო იოსელიანი, გამას გრან-პრის ფინალი 25,000 ლარისთვის კველის უკვე ხვალ კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ ნაირ მელიქიან, ლადო იოსელიანი უკვე ხვალ აქ გამა ფაითოლში, გამა პიკი ბლაინდერზე. Yes! წარმატებებს გისურვებ ბიჭებო და მე მოლოდინში ვარ უმაგრეს ივენთისა, უმაგრეს საჩემპიონო ბრძოლებისა და რა თქმა უნდა გრან-პრის ფინალისა. მაშასე გამა პიკი ბლაინდერს სულ რაღაც საათები გარჩება. ვიჩხუბოთ ბიჭო! ხვალამდე